პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მეორე და ბოლო 5-წლიანი ვადა დასასრულს უახლოვდება. შესაბამისად, სულ მალე 18 მაისს ქვეყნის მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში სასურველ კანდიდატს მისცემენ ხმას. გამოკითხვებში სამოქალაქო კოალიციის კანდიდატი 53 წლის რაფალ ჩასკოვსკი ლიდერობს, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან მცირე სხვაობით დამარცხდა. ბოლო მონაცემებით მის კანდიდატურას მოსახლეობის 33% უჭერს მხარს. იგი 2018 წლიდან მოყოლებული ვარშავის მერის თანამდებობას იკავებს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პოლიტიკური ფიგურაა. ჩასკოვსკი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიციის კანდიდატად ოფიციალურად მაშინ დასახელდა, როდესაც პრაიმერისში საგარეო მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ხმების დიდი უმრავლესობით 75%-ით დაამარცხა. ჩასკოვსკი დიდი ხანია ლიბერალური ღირებულებების დამცველად მიიჩნევა. როგორც ექსპერტები ამბობენ, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება დონალდ ტუსკის პროევროპული დღის წესრიგის განსახორციელებლად გადამწყვეტ როლს ითამაშებს. Polska musi mieć nie tylko największą armię w Europie. პოლონეთს ევროპაში ყველაზე დიდი არმია ჰყავს. ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე დიდი სამხედრო ევროპაში თურქეთის შემდეგ. უნდა იყოს საუკეთესოდ აღჭურვილი თანამედროვე არმია. ბატონი ნავროცკი რუსული პროპაგანდის ენაზე საუბრობს. მისი თქმით, მთელი ევროკავშირი პასუხისმგებელია უკრაინაში ომზე. ეს უბრალოდ რუსული პროპაგანდაა. დღეს ჩვენ განსაკუთრებულად ძლიერი ევროკავშირი გვჭირდება, რომელიც თავდაცვაზე დიდ თანხას დახარჯავს, ისევე როგორც პოლონეთის სამხედრო ურბის ინდუსტრიაზე. ჩასკოვსკის შემდეგ ყველაზე მეტი ამომრჩეველი 25% მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს კაროლ ნავროცკის უჭერს. სწორედ მას გამოუცხადა მხარდაჭერა მოქმედი პრეზიდენტის ანჯეი დუდას კონსერვატიულმა პარტიამაც კანონმა და სამართლიანობამ, რომელიც პოლონეთს 2015-დან 2023 წლამდე მართავდა. 2021 წლიდან იგი ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს უძღვება, სახელმწიფო კვლევით დაწესებულებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და კომუნისტური წყობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. ნავროცკი ძალსახად კონსერვატორი ამომრჩევლების მიზიდვას ცდილობს. ევროპა უზარმაზარი კრიზისის წინაშე დგას. ამაზე პასუხისმგებელი თქვენი უფროსი დონალდ ტუსკიცაა, რომელმაც ანგელა მერკელთან ერთად პუტინთან შეთანხმება დადო. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე შეუტია უკრაინას მილიონობით ევროთი გათამამებულმა რუსეთის ფედერაცია. როგორც პოლონეთის პრეზიდენტი, მე არავის მსახური არ ვიქნები, განსაკუთრებით გერმანიის ბუფერული სახელმწიფოს მსახური. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს კი ერთ მარტივ პრინციპზე დავაფუძნებ. პოლონეთი და პოლონელები უპირველეს გამოკითხვებში მესამე ადგილს ულტრამემარჯვენე პარტიის კონფედერაციის კანდიდატი სლავომირ მენცენი იკავებს. იგი ახალგაზრდა ამომრჩევლების განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს და გამორჩეულად პოპულარულია სოციალური მედიის ქსელებში. ამის მიუხედავად, ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსის რეიტინგი პირველი ორი კანდიდატისას ბევრად ჩამოუვარდება და ბოლო მონაცემებით 14%-ს უდრის. როგორც ექსპერტები ამბობენ, 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედი მმართველი კოალიციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პოლონეთის პარლამენტი რეფორმების გატარებისას მოქმედი პრეზიდენტის ანჯეი დუდას კონსერვატიული ოპოზიციის წინაშე მრავალ გამოწვევას აწყდება. ამიტომ არჩევნების შედეგები გავლენას იქონიებს პარლამენტის უნარზე მიიღოს გადაწყვეტილებები ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით. იქნება ეს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება და აბორტის უფლება თუ მიგრაცია და თავდაცვა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ხმების სულ მცირე 50%-ს ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, 1 ივნისს მეორე ტური გაიმართება და გამარჯვებული პოლონეთის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო 5 წლის ვადით დაიკავებს. ახლად არჩეული პრეზიდენტი თანამდებობაზე მუშაობას 6 აგვისტოს, სეიმის და სენატის ერთობლივი სესიის დაწყებამდე შეუდგება.